მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. და ნახოთ სად გავჩერდით. აქ ნამდვილად არის სხვათა შორის გაწუხებთ თქვენ ეს რაღაცნაირად სულ გონებაში გიტრიალებთ ან გეფიქრებათ რაღაცაზე შეიძლება იჭვი გეპარებათ ხო რა ხდებას თემაა და გინდათ რომ რა თქმა უნდა ახლა ეს საკითხი მოგვარდეს მაგრამ წარსულში უფრო მეტი დაუშვათ რატომღაც შეიძლება პრობლემის ქვეშ ხო ან ენერგია არ ყოფნიდათ რაღაც რესურსი არ ყოფნიდათ ამ ყველაფრისთვის მაგრამ აქ მოგვარდება აი როგორც ეტაპობრივად კეთდება ეს რაღაც არის ეტაპობრივი უფრო ფიქსირდება, ვიდრე დავუშვათ ახლა ან სწრაფად გამოვიდეს, ან დროში არ ეწელება. დრო მაგნაირად არ მეფიქსირდება, უბრალოდ არის ეტაპობრივი. ხო, იცით რა არის, ცოტა მე ვფიქრობ, რომ საკუთარი აი ეს აკვიატებული აზრი არის, ეს ფიქრი არის, ხო, და რაღაც გაქვთ ის მომენტი, რომ მოგვარდება, არ მოგვარდება, ხო, არ გინდათ რაღაც შეიძლება იცი რა არის, ხომ არ გონიათ, რომ დავუშვათ აი რამე ნივთს რომ იყიდის ადამიანი და მე ვფიქრობს, რომ გონია მეტი გადავიხადე, ესეთი რაღაცა. Ну, ესეთიც თუ მოხდა, ამაზე დიდი ყურადღება მაინც აღარ უნდა გაამახვილოთ, იმიტომ რომ აქ ნახეთ როგორ არის ეს მერე რაღაცა ეს ფიქრი გადადის ზუსტად აი რაღაცა გეწყინა თუ გეტკინა აი ესეთ თემაში. და კი, ესეც არის ერთ-ერთი პატარა, ესე რომ თქვათ, ბლოკი და შეიძლება ეს გადასახადია უბრალოდ თქვენი, ან ესე იყოს საჭირო. ნახეთ? ესე ხო არა მართლა არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე, ამიტომ აქ უბრალოდ ესე უნდა იფიქროთ, რომ ნუ ახლა კაი იყო დაუშვათ ესე არ მომხდარიყო ხო და რაღაცა შეიძინეთ, ან იაფად, ან რაღაც მოხდა ესეთი აქ და ეს გაწუხებთ თქვენ. მაგრამ არ იმას ქნათ ეს პირიქით, როგორ არის, იცით?
თავზე შემომივლია არ თქვათ არასდროს. არა შემოკარგებო. იმიტომ რომ ის თქვენ შეიძინეთ ან მოგემსახურათ ვინმე, ნახეთ, თუნდაც ესე იყოს. და იქედან თქვენ რაღაცა აიღეთ, ან ნივთი აიღეთ, ან რაღაც საქონელი, ხო? არ აქვს მნიშვნელობა. ან ინფორმაცია აიღეთ, შეიძლება, რა ვიცი, სწავლა-განათლება, შეიძლება რამე სწავლა-განათლება მეტნაკლებად, მაგრამ რაღაც აიღეთ იქედან. თუნდაც ინფორმაცია, ხო? ამ შემთხვევაში თქვენ თუ თავზე შემომივლია სიტყვით, ის ინფორმაციის სანაცვლო იყო. ხონდა რა ვიცი, ახლა ეს არ დაგიბრუნდებათ კარგად. და მით უმეტეს ნივთი თუ არის, ახლა თავზე შემოვლებული ფულით თუ იყიდეთ, ეს ნივთი ხო სახში გიდევთ. ან ინფორმაციაზეც იგივე გააკეთეთ, იდენტურია. ამიტომ ესეთ სიტყვა არ უნდა ხარჯოთ. თქვენთან დაბრუნდება რაღაცის სანაცვლოდ გაეცით, ხო? ამიტომ ესეთი სიტყვა არ თქვათ. შეიძლება ესე რაღაცა გტკივათ და ეს მომენტი არის პირიქით აქ ეს უნდა იფიქროთ ამ შემთხვევაში მაგნაირი კუთხით კი არა, დაუშვათ ესე თქვათ, რომ ეს ერთგვარი გადასახადი იყო. იმიტომ რომ ზუსტად აი მე წინ წავიდე, წინ მიდიხართ თქვენ აქ, უბრალოდ ეს არის ეტაპობრივად, შეიძლება ამ წუთში ვერ ამჩნევთ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება აქ. კმაყოფილიც რჩებით, ენერგიაც აქ მოდის და გიფიქსირდებათ სხვათა შორის. მე ვფიქრობ, რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ეთყობა არ გჯერავთ თქვენ აქ რაღაც არის ისეთი, აი თქვენთვის როგორ არის, აი გულის კუნჭულში რო გაქვს რაღაცა შემონახulis პატარა მაინც წერტილივით რო გტკივათ ესეთი რაღაცა. ხო, თითქოს იმედ გაცრუებული ხართ. ან შეიძლება აღარ გჯერავთ. ნებისმიერ ინფორმაციაზე ეს ხო უნივერსალურია, მე ხარ არ ვაკეთებ კონკრეტულ გაშლას ვინმეზე, ხო? ხანდახან პოსტავთ თქვენ, მე ვხედავ, რომ ყველას არ გეკუთვნიდეს, მაგრამ რაღაცა აი კონკრეტულად ღებულობთ ყველა ინფორმაცია, ჩემზე არ კი, თქვენზე არის, მაგრამ ეხლა საჯაროა მაინც. მაგრამ სინამდვილეში აქ იცით რა ხდება? აი ზუსტად რაღაც აი ნაბიჯ ეტაპობრივად. ამისგან განთავისუფლდეთ, ამ რაღაცა, რა ვიცი მე, რაღაცა თქვით და შეფერხდა. ან უბრალოდ აღარ მოდი ასე ვთქვათ ეხლა რა ვიცი თუ გინდა ფსიქოლოგია ავიღოთ და მერე გეძვირათ ამდენ გადავიხადე იმდენ თქვენ ხო მან დრო დახარჯა მომსახურება გაგიწიათ მისი სიტყვები მისი მოქმედებები რაღაცა თქვენ ისე ჩაანაცვლეთ აქ და ან შემოთქვით რაღაცა ესე სიტყვა ხო ამ ფულზე პირიქით უნდა გააკეთოთ ყოველთვის შემოკარგებო ყოველთვის გერჩივნოთ მეტი გადაიხადოთ, მეტი მადლიერება გამოხატოთ, ვიდრე პირიქით. ეს ჩვევაში და პრაქტიკაში უნდა გადაიტანოთ. ნახეთ. დავუშვათ, ეხლა მოგცათ რაღაცა იყიდეთ, სიტყვაზე თუნდაც განვადებით ვთქვათ. მაგრამ ვიდრე ღირს ღირებულება მასზე მეტ სიხდით. და ეს მერე გაწუხებთ, ხო? თურმე თქვენ იმ ეტაპზე ის განვადება ხომ მიიღეთ? ეს უნდა დააფასოთ. არ აქვს მნიშვნელობა ბანკია, გენდუ ადამიანი თუ რაღაც იმ ეტაპზე თქვენ ის ხომ მიიღეთ? ვიღაცამ სამსახური მიიღო და აღარ არის კმაყოფილი რაღაცა. არა, თქვენ მაინც კმაყოფილი უნდა იყო. იმ წუთში თქვენ ის ხო გჭირდებოდათ? აი დავუშვათ ეხლა კიდე ბევრი ეხლა ემიგრაციაშიც არიან გოგონები და რაღაცით მერე იქ უკმაყოფილო არიან. და ნახულობ ხანდახან ავსკროლავ რაღაცა, აი ძალიან უკმაყოფილო არიან და დავუშვათ ამ თავისი ახლა ხუცებით რაღაცა კი ბატონო მძიმე სამუშაო ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ ხომ ის ითხოვეთ გჭირდებოდათ იმ წუთში და თქვენთვის საუკეთესო გამოსავალი იყო. იმ ეტაპზე. სხვაგან რო თქვენ გეპოვათ გამოსავალი, სხვაგან დაგენახათ საკუთარ თავი, იქ არ წახვიდოდით დავუშვათ და არ აიღებდით მაგ საქმეს. ახლა მეც გამახსენდა ერთი სამსახური სხვათა შორის.
მაგრამ მე ძალიან შეტოპეს. თუმცა მე მადლიერი ვიყავიყო მაინც. უბრალოდ მე ძალიან აქეთ მავიწროებდნენ არ შემესაბამება. აჰა. ყველად გამახსენდა. ეს მაგალითი თქვენ არ გამოგადგებათ. ნახეთ, თუ კი დავუშვათ რამე გაუსაძლისია, რა თქმა უნდა, უკვე უნდა წახვიდეთ და დატოვოთ. ის ადგილი ან შეცვალოთ რაღაცა, მაგრამ აქ შეცვლაზე არ არის საუბარი. აქ არის რაღაც რომელიც გაწუხებთ აზრი, ახლა შეიძლება სუსტი იდენტური, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე, ძალიან ბევრი ამბავი, თემა არსებობს და მსმენელიც ბევრი ხართ, ხო? რომ ნახულობ ნახვებს, ამიტომ მოირგეთ თქვენს თავზე, ახლა ზუსტად შეიძლება ვერ გავაჟღერე მე ის სიტყვა, მაგრამ საკვანძო სიტყვას მაინც იპოვით აქ. ამიტომ როგორ არის ნელა და ეტაპობ ნაბიჯ რაღაცა აქ სრულდება, არა, პირიქით. გავუშვით, მე რომ დავუშვათ ეს გამოვიდა, მადლიერი ის და ეხლა რა შემიძლია გავაკეთო? გადაიხადეთ, იმიტომ რომ უფრო შემოვიდეს. თქვენ რომ ეს უკვე როგორ არის, რაღაც შეიძლება წაჟმოტეთ, შეიძლება რაღაცა ცოტა ესა ხო, გული დაგწყდა თუ რაც არის, შეგაწუხათ ამ ენერგიამ. ეს არის ზუსტად რომ გიქმნით უკვე პრობლემას, ნახეთ, რაღაც დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვაიმე რა იქნებოდა. არა გამორიცხული ზუსტად ფინანსებს ან რაღაცა ესეც ეხებოდეს. მაგრამ თქვენ აქ დაბალანსება უფრო გჭირდებათ. დაბალანსება. ბალანსი ის მომენტი არის, როდესაც ზუსტად საზღვრავ დავუშვათ რა გჭირდება, რა არ გჭირდება ცხოვრებაში, ხო? არ არის იქ რაღაც ცთუნებაზე, ემოციაზეა ყოლა, ხიბლი, ესე რაღაცა შეხალისების ფორმა. უკვე ესე რომ თქვა ჩამოყალიბებული ადამიანი იცის ზუსტად ეს ჭირდება თუ არ ჭირდება. ეს არის უკვე ძალიან კარგი, ესე რომ თქვა, ოქროს გასაღები ცხოვრებაში. ერთ-ერთი, ბევრი ოქროს გასაღებებს ვიძახი მე, მაგრამ ერთ-ერთი, ასევე. რაც შეეხება აქ არის როგორი რაღაც იცით მოდის ეს ზუსტად ცვლილება, გრძნობთ კიდეც თქვენ ამას თუ დაუკვირდებით, როგორც ეს პატარა ტკივილი და იმედგაცრუება არის რაღაც თქვენთვის გულის კუნჭულში, ესეც ამასაც გრძნობთ, არის რაღაც ეს ნაპერწკალი. და საქმე რაში არის, იცი რომ აქ ისეთი კარგი, ბოლოსთვის ვინახავდი ამ ლუკას. ახლა ჯერ არ დავასრულებლა, მაგალითად, წყალს კიდე მოუძებნი აქ მესალაპარაკოს, მაგრამ მაინც ხო, ნახეთ, ეს კომბინაცია მე აქ რაც ეხლა მაქვს. ეს არის უტყუარი. ძალიან კარგი სურვილების ასრულება. ძალიან კარგი წარმატება და ყველაფერს რომ შეძლებთ. ნამდვილად რომ შეძლებთ. მოაგვაროთ, გამოგივიდეთ, მიაღწიოთ. კი ბატონო. აქ ნახეთ საქმე იცით რაში არის, მე მაინც მგონია რომ რაღაც ოჯახში ცოტა არის საჭირო რაღაც შევსება. არ ვიცი ეს ახლა ბარაკა გჭირდებათ თუ გახსნათ, განახლება რაღაცების, განახლებაც კი. მაგრამ ეს უკვე მარტო თქვენთვის კი თქვენი გარდერობი კი არა, ზოგადად ოჯახში რომ წინსვლა გქონდეთ. ეხლა ძალიან კარგი პერიოდია. ყველა ოჯახში ეხლა კეთდება გენერალური უბორკა, მოდი ასე ვთქვათ, უკაცრავად დალაგება თუ რაც არის. საახალწლოდ, ხო? შანსი არა, მაგას ახლა ვერ დავიჯერებ. ძალიან ალბათ, რა ვიცი, ისეთი გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 95% მიდის, ასე რომ ვთქვათ,
დალაგება, გასუფთავება, ასე შემდეგ. ძალიან კარგი იქნება თუ გაწმინდავთ კიდეც სახლს ამ შემთხვევაში. ეს შეგვიძლიათ ჩვეულებრივად ყველაფერს რო დაალაგებთ, თუ რამე ავიცი ფარდა ჩამოხეულია, უნდა შეცვალოთ. აუცილებელი არის. ძველი ნივთები კი ბატონო გადაყაროთ და გაწმენდა აი მარილში ჩვეულებრივად. ასეთი ჭირები რომ არის. ესეც კი ბატონო რაცა მითხრა პალოსანტო მაქსიმუმი და არ არის საკმარისიო. ჯადოს ესენი ვერ მოხსნის ჩემო კარგებო, მაგრამ დაბინძურებულ ენერგიას აი ესეთი ჭირები. ეს არის ეზოთერიკული ახლა. რომელიც ჩემს ბუქში რა თქმა უნდა იქნება და სპეციალური სანთელი. არჩი. ახლა არის ფიქრობ რომ არის გათავის ბუქს გვატენისო. თუმცა ძალიან კარგი პერიოდი არის, აი ამიტომ მაქვს წლის ბოლოს გაკეთებული და საღდგომო წელიწადში 2 ესე რომ ვთქვათ შეთავაზება. ეს იქნება და იქნება ჩემთან. რომ როგორ არის, იცით, ეს არის წლის დასაწყისი ფაქტიურად და ძალიან კარგი პერიოდი ზუსტად გაასუფთავოთ მთელი სახლი და შემდეგ უკვე მთელი წელიწადი ასე რა ვთქვათ, ეტაპობრივად კიდევ რაღაცებს გაასუფთავებთ, ეს ახლა არ არის, მაგრამ ძირითადი ახლა ხდება. აქ განახლება უფრო მიფიქსირდება, რაღაც საჭირო არის თქვენთან ოჯახში. ხო, წინ წახვიდეთ. ხო. რა შეეხება? ის რა არის? ნახოთ აბა კიდე რა როგორ იქნება. ისევ ამოფრინდა. კარგი. რა ალქალიდან კარგი რა არის ეს მანახე ახლა რატო? აჰა, ყველაფერი კარგად და რა აქანა რა მთელი ყველაფერი იმას ნამოლაგდა თუ ვინმე არსებობდა აბსოლუტურად რა იყო ამდენი ხალხის თვალში ხვდებით? მაგრამ ეს არის ჩემო კარგებო. არა. მოდი სხვანაირად აგიხსნით ამ წუთში მე ახლა თქვენ ამას, იმიტომ რომ სხვა რაღაცებზე გადავიდა აქ. ეს არის, მე ასე გეტყოდით, თქვენ ამ შემთხვევაში იპოვეთ, მოდი ასე ვიტყოდი, ძალა საკუთარ თავში უპირველესად. ცოტა მეტი, თუნდაც ცნობის მოყვარე იყავით. აქ როგორი რაღაც არის, იცით? თქვენ თქვენ გაქვთ ძალა, ენერგია, მე რა გითხრათ, რასაც აი ყველაფერი რომ გამოგივათ, ოღონდ მოინდომეთ, გამოგივათ, შეძლებთ, მაგრამ მომენტალურად ისევ ამოფრიალდა და რა არის? აქ თქვენ გაქვთ ეს ძალა, უბრალოდ არის ერთი რაღაცა. რაღაც მიფიქსირდებით უფრო სტაჟიორის თუ სტუდენტის პოზიციაზე. თქვენ არ ყოფნით როგორ გითხრათ, განათლება. განათლება ეხა ამას იმას დიპლომირანტს კი ვიმაშვებით. აი რაღაც, აი ამ კუთხით არ ყოფნით თქვენ აქ. ამარკანით ახლა ვინც დაინახეთ არ განსაზღვროთ და ის განათლების არ ნიშნა.
ეს ვილაპარაკებით. აი აქ თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი ენერგია. მე მაგარკანით მარტო არ გავსაზღვრავს კომბინაციით საუბრობ. ვიღაცის ის წამოვიდა ეხლა ხო ვიცი, აქ რამდენი არის ჩასაფრებული. თქვენ რა თქმა უნდა იცოდით, ის და ის როგორ არის. ან რატო უნდა აგიხსნათ და გაჩვენოთ ესე. გასწავლოთ რატო? ისედაც ისა თითქოს არ ჩანს, მაგრამ მაინც ეს ბუსთვალებით იხურებით ზოგიერთები რა არკანი ამოვიდა და როგორ რას ამბობდა. გონი არ ვიცი. აქ თქვენ ზუსტად, აი თქვენი პრობლემა რა არის? აი რაღაც შინაგანი შფოთვა. შეიძლება დეპრესიულად განიცდით, რაღაცა ავადმყოფ არ არის გამორიცხული ხო ეხლა რაღაცას, აი გაქვთ ეს, რომელიც ვერ მოიშორეთ. კი ბატონო, სურვილი შეიძლება არის უფრო მეტი ძლიერი, უფრო მეტი რაღაცა ეს გახდეთ, მაგრამ აქ უპირველესად გჭირდებათ ცნობის მოყვარეობა, უფრო მეტი ცნობის მოყვარეობა უნდა გქონდეთ. ზუსტად ის რაც გაშინებთ, რაც დაუშვათ ფიქრობთ რომ ენერგიას გიბლოკავთ. აქ როგორ არის, იცი, ფოკუსირებას ვერ აკეთებთ, კონცენტრაციას. ფოკუსირება არის ძალიან კარგი. ეხლა ვიცი რომ ბევრმა ვერ გაიგო ეგ სიტყვა. აგიხსნით. რაც არ უნდა მოემზადოთ ეხლა თქვენ, დავუშვათ ვიღაცა გამოცდები აქვს ჩასაბარებელი, აქედან დავიწყებ. თუ თქვენ სხვა რაღაცაზე იქნებით განერვიულებული, სხვა რამეზე იფიქრებთ და არ იქნებით მობილიზაცია, არ გექნებათ გაკეთებული საკუთარ თავში და აი ეხლა თქვენ დავუშვათ ეს გამოცდა გაქვთ ჩასაბარებელი. და მთლიან კონცენტრაციას აი იმ საქმეზე არ გააკეთებთ, ვერ ჩააბარებთ. ვიღაცა კერავს. და ერთი შეიძლება ერთი ნაჭერია ახლა ავიღოთ, ესაა ნაჭერი, წაღმავხარ ესაა უკუმო. და შეიძლება ასე დააკეროს ერთმანეთს, როდესაც უნდა დაკერდეს ესე, ხო? ამიტომ აი ამასაც ჭირდება კი ბატონო, ფოკუსირება, კონცენტრაცია, ყურადღება. აი ეს არის. ვიღაცა მომღერალია, ის თუ ფიქრს დაიწყებს სხვა რაღაცაზე და რა ვიცი ვიღაცას დარბაში დაუწყებს ეხლა ეს რაფერის ნასკები აცვია, წინდები უკაცრავად. რა გავაკეთოთ ეხლა? ესე ვარ აღზრდილი და ნუ გამომიკიდებით ამ სიტყვებში. ხან ნასკს ვიტყვი და ხან რა ვიცი მე საინ თეფშის მაგურად საინს ვიტყვი და ხო. აი ამ შემთხვევაში თუ გააკეთებს ეს ზუსტად ამ წინდებზე რაფერის აცვია და ეხლა მე ოი რა ჩავაცია და ეს იმის გვერდით სულ დავიწყდება იქ რას მღეროდა. რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს. შეიძლება მომენტალურად რამე გაიფიქროს, მაგრამ არ გარდაერთოს იქეთ სხვაგან. რას აკეთებს იმაზე უნდა იფიქროს. აი თქვენ არ არის გამორიცხული, შეიძლება რაღაცა გადართვას აკეთებთ. ის ასე, ეს ისე, ის ვიღაცა, ეს რაღაცა, და თქვენი ესე რომ ვთქვათ, აი ეს მომენტი მაშება გავიწყდებათ, რომ მთელი ენერგია თქვენ საქმეში უნდა ჩადოთ. იფანტება აქ ენერგია, მე გეწყებათ რაღაცა შინაგანი კოშმარები, დეპრესია, შფოთვა, შეიძლება უძილოებაც გაქვთ ჩიში, და იწყება მთელი, როდესაც ყველაფერი აი ირგვლივ გააქვთ თქვენ. რამაც ვერ უხერხებთ ვერაფერს. აქ ჯერ ერთი აქ აშკარად როგორ არის რაღაც დამწყების პოზიციაზე, როგორ თქვი ესე მიფიქსირდებთ. არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ეზოთერიკოსი იყოთ და არ გამოგდიოდეთ რაღაცა საქმეს. ძალიან პროფესიონალად აღიქვამთ ეხლა ყველა ვიცი მე თქვენ თავში ბიჭკაჩო. რას ლაპარაკობთ, ყველა პროფესიონალი ხართ, მაგრამ რაღაცა არ გამოგდით. ესე იგი მეტი ეს გჭირდებათ განათლება. ესეც განათლება. მე ცუდი იმით კი არ ვამბობ, კაცო აქ ვინმე შეურაცხყოფას კი არ გაგნებთ ინფორმაცია, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ამიტომ ზუსტად აი ეს უნდა იპოვოთ საკუთარ თავში, ეს არის აქ ყველაფრის მიზეზი. და გამბედაობაც. ბევრს გამბედაობა ნაგლობაში ეშლება. უზრდელობაში გადადის, უხეშობაში გადადის.
ცოტა მეტი იმათი ყავით რა, დარწმუნებული, მაგრამ რწმენა საიდან მოდის ხალხო? რწმენა მოდის იქედან, რომ აი როგორ არის, იცით? მოდი ახლა ვთქვათ, კაი გემრიელი საჭმელი გააკეთე და მოეწონა ვიღაცას ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, იქედან მოდის რწმენა, მე იცი რომ აი всё, შენ ეს საჭმელი რაც არის აჯაბსანდალია თუ ხაჭაპურია, კარგად გამოგდის. მაგრამ თუ შეიძლება მიადგე ისეთი მაინც ხო ხვდებით გაგიჟებული გაბრაზებული რაღაცა შეგეშალოთ და არ გამოგივიდეთ ან მარილი მოგივიდეთ მეტი ან პირბილი. ამიტომ კონცენტრაცია ყოველთვის არის საჭირო, ხო? რასაც მე ახლა ესე ვთქვით, ფოკუსირება სიტყვიდან დავიწყე, მდენი ახსნა განმარტება. აქედან მოდის ზუსტად გაბედულება, რწმენა. ახლა დავუშვათ რა ვიცი კიდე თუნდაც საკუთარ თავის შეფასება რაღაცა გეტყვით, გამოვიდა რაღაცა, მე უკვე მოდის ეს რწმენა. და როდესაც არ გამოდის და ერთხელ დავუშვათ ჩაფლავდი რაღაცაში მეორეჯერ, მესამეჯერ, მე უკვე აღარ ყოფნის ეს გაბედულებაც. ამიტომ აქ არის ორი ვარიანტი. ალბათ შეიძლება რაღაცა გაკლიათ და მაშინ თვით შეფასებას ამაღლებაზე ის კი არა ამბიცია იმაღლოთ და მე ვარაც არა გადადეკით ყვარყვარესავით. ხო მიცით ყვარყვარეს თუ არ გაქვთ ნანახი ნახეთ ის მომენტი ფილმი, ქართული ფილმი რომ არის. ჩააგდეთ YouTube-ში და ამოგიგდებთ მთლიანი ფილმის ყურება არ არის საჭირო. ფეხებს რომ აბაკუნებს იმას ჩექმას რომ იცმევთ და უცებ გაიმართება წელში 1-2. მოხრილები არის. ვაი, შეხედავს ყვარყვარე, ბიჭო, რა ხდება? განეო დააბაგუნებს მეორეჯერ ფეხებს, კიდე გაიმართებიან. მესამეჯერ და გაჯგიმული გაივლის კარგად ესე მხრებში გაჭირული. და უცებ წამოჯდება ამათ ხელმწიფედ მეფედ, რა ვიცი, მე მაგ არ მახსოვს უკვე. რაღაცა უფროსად, ხო? თავმჯდომარედ რაღაცა. ხო, ესეთი ამბიცია კი არ უნდა შეგაწუხოთ. ზოგადად და აქედან კი არ უნდა მოვიდეს ეს რწმენა და ეს ყველაფერი უნდა წამოვიდეს ცოდნიდან და ესე ვთქვათ თუნდაც პრაქტიკებიდან თუნდაც საკუთარ თავის მილიონჯერ გადამოწმებიდან მერე მოდის ეს ყველაფერი არა ერთი ქალბატონი ის ქალბატონი რო არ ვახსენო აღარ შემიძლია ძალიან შეყვარებული გავხდი მაგალზე ეს 1500 კაცი რო გაწმინდა ჯადო მოხსნა ერთ ღამეში აღფრთოვანებული ვარ. მაგას ვერავინ ვერ იზამს მთელი მას ეზოთერიკულ სივრცეს გადაბომბა. ხოდა კიდე ეს რა ქვია ერთ ღამეში რო ამზადებს ესე 150 და 200 მას რა ქვია თუ იმას ამ ღამეში იყო სამაჯურებს თან იმას რა ქვია თილისმებს თქვენს მონაცემებზე მორგებულს, რა ვიცი. ეს არის ვერანაირად ვერ ვიმაშვები. აი ენერგიაც უბრალოდ როგორ რანაირად უნდა გეყოს ენერგია. მით უმეტეს რა ვიცი, თვალი არ მეჩეს ერთად ახტო. მაგრამ ნახეთ, როგორი რაღაც არის ყველაფერს ჭირდება ხალხო ენერგია. თანაირად 150 სამაჯური, რა ვიცი, თელი დღე იმასკნა. მონაცემებზე მორგებულს ვერ დაამზადე, ახლა თავს თუ გადადებ და უბრალოდ კინძავ და უბრალოდ სამაჯურ, კი ბატონო, მაშინ გააკეთე 150. შეიძლება გააკეთოთ გადაყვები 24-ში, მაგრამ რა ვიცი. მით უმეტეს როცა ავად ხარ, წამლები, ნემსები, ახლა იცი თქვენ რომ მე ავად ვარ, არ განვიკითხავ, აღფრთოვანებული ვარ ამ ქალის შესაძლებლობებით. ეს განკითხვა არ არის. აი, ვეძებ, რას ვეძებ, იცი? აი, მაგ ენერგიის ძალას რა მაკლი. რატო დავუშვათ ვერ უნდა შევძლობე, აი რა მაკლია, რატო არ შემიძლია? გასაგებია ახლა რაც მაკლია, მაგრამ მაგასაც სწავლა სჭირდება. ვინც ვერ გაიგეთ, გაატარეთ ეს პატარა ესა ჩანართი. მით უმეტეს, როდესაც ადამიანი არის ავად.
და ქრონიკული ავადმყოფობა აქვს ადამიანს. საქმე ამაში არის. საოპერაციო ისეს და ამზადებს პერსონალურ სამაჯურებს, თილისმებს, იღბალზე, ჯანმრთელობაზე, რანაირ არ ვიცი. მე უბრალოდ სურდო რომ შემეყრება რაღაცა ვერ ვარ, არ ვიცი, თვეობით ვაჩერებ ხალხს. იმიტომ არ მოდიან ჩემთან საქმეებში. მეც მჭირდება ესე იგი ამ ხრივ აღზრდა თუ რა ვიცი განსწავლა და ცოტა შეუმსუბუქო საკუთარ თავს. კარგით, ნახოთ. რა სიზამთ ბოლო იპოვით ამოსავალს და ესე ახლა მე წამლებს მიადგებოდი თუ რა სიზამთ. იპოვით დასვამთ წერტილს, მაგრამ რა საინტერესოა, ძალიან ვცდილობ რომ როგორ არის იცი სხვანაირად წაგიკითხოთ და ეხლა მე თქვენ ეს არ წაგიკითხოთ, რაღაცები აქ დაგსტრესოთ და იმას, მაგრამ რა არის იცით ეს უსამართლო და ეს რაღაცები მოიშორეთ. აქ ნუიხედებით უკან და რა პირიქით. ნახეთ ეს ყველაფერი დავუშვათ რაც იყო, გაიარეთ, როგორც გითხარით. ნუიკეტავთ გზებს ჩემო კარგებო. ნუიკეტავთ. ეს ყველაფერი გაიარეთ და როგორც ეს იყო გაკვეთილი. რა ვიცი მოგატო რა აქნეს აქ მოგატყუეს თუ რატო გაკვდეს რა მოხდა ასეთი. იცით რა არის ერთი ფინანსურ არხზე გავაზიარე წმენდა და იქ ვაჩვენებ რომ აი რამხელა ეს არის ღრმული და რაღაცები ახსენდა და დაპოსტა ვიღაცამ რომ ისო დედა ამას როგორ აკეთებ ამაში ხო ფულს იხთიანო და როდესაც თვალი და ნეგატივი და ესეთი რაღაცა მოდის რომ იცოდეთ მაგას ჯადოს გაკეთება არ სჭირდება ხალხო. თქვენი ფინანსური ენერგია ვიღაცამ რომ მოიპაროს, ან რაღაც გზები ჩაგიკეტოთ აი ხვალ ბარაქაზე. მაგ ჩაკეტილი არის რაღაცა. მაგრამ მე უფრო მგონია რომ ეს თქვენი აზროვნებიდან გამომდინარე მოდის, თქვენი შფოთვიდან რაღაც აი როგორ არის საკუთარ თავთან რაღაცა კონფლიქტი გაქვთ ჩინაგანი. აქედან მოდის ეს ყველაფერი და არა რაღაციდან, ხო? პირველესად აქედან მოდის და მერია დანარჩენი უკვე მოსაძებნი. პირველი ეს დამიგზელდა. აი ნახეთ როგორ არის მაგას ჯადო არ სჭირდება. აქ ესეთ რაღაცას ეხლა ვიღაცას შურიან თვალით რო შემოგხედათ და კი ბატონო თუ თქვენ დაცვები და სუსტი ენერგეტიკის ხართ ეთერული სივრცეც არ არის თქვენთან 5 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს. ნუ ამას თქვენ ვერ მეხვდებით ახლა, მაგრამ ანუ ადვილად ზიანდებით ესე გამოვიდა. ხო, თქვენი ბიოველი ვიღაცამ ეს უკვე გახურეტა. ხო, შემოგაждდათ ფინანსებზე, ანუ იმ შურმა და იმ თვალმა და იმ ნეგატივმა რაღაცა ცოტა გიბწკინათ. ზოგს ბევრნაირად ვიღაცა წაიქცა, ვიღაცა რაღაცა დაემართა, ხო? აი ნახეთ როგორ არის, მაგას ჯადო რაღაც უნდა. აქ თქვენი ბიოველი არის სუსტი, რასაც ჭირდება გამაგრება. აღდგენა, საიდან ხდება ეს ყველაფერი? ან უნდა დააყენოთ დაცვები, თილისმების სამაჯურების სახით უხილავი დაცვები, ძლიერი. ან შეგიძლია ყველაფერი გააკეთოთ ერთად კაცო, საკუთარი ნახე ბიოველი გააძლიეროთ, რომელიც მოდის ძალიან სწორი ცხოვრებიდან, სწორი ცხოვრების წესი.
მინჯარიჩის ვარჯიში, სუფთა ჰაერი, ბუნებასთან კომუნიკაცია, უშუალოდ მიწასთან კომუნიკაცია, ფეხშველა სიარული ძალიან კარგია, ვისაც არ შეგიძლიათ, თუნდაც კაი ჯანმრთელი ხე აიღოთ და იმის ძირში რაღაცა დაჯდეთ რამდენიმე წუთი მაინც. და რა თქმა უნდა კვება. თავი შეკავება სასმელიდან, მოსაწევიდან, ხორციდან. ეს ყველაფერი ვიღაცა შეიძლება ზღაპრად გეჩვენებათ, მაგრამ აი ეს არის ზუსტად რაც თქვენ აი fuels გაგძლიერებთ. აქედან იწყება. თუ თქვენ ახლა, რა ვიცი, ეს დასალევი, ეს მოსაწევი, ეს სექსუალური ცხოვრება, პარტნიორების ცვლა ყველაზე მეტად აი ეს პარტნიორული დღეს ერთთან ხვალ მეორესთან ხვალ მესამესთან ეს ყველაზე მეტად კიდევ ასუსტებს თქვენს ბიოველს. იმიტომ რომ ადამიანმა რო გაკოცოს 6 თვე რჩება მისი ესენი რა ქვია აცხები, რა ვიცი მე, მოლეკულები რაც არის თქვენს ორგანიზმში და მით უმეტეს იქ თუ მოხდა თანაცხოვრება. ხო? აი ამიტომ ერთი ახლა გავიგეთ მეუღლე და ეს სხვა თემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერ ერთი ენერგეტიკულად თუ შეთავსება არ არის, რა ვიცი. ესეც უნდა იყოს ენერგეტიკული თავსებადობა. მაგრამ ის მეორესთან ვისთან იყავით, ის კიდე ვისთან იყო, რა ვიცი მე და ნახეთ მისი ენერგია თქვენთან უკვე ამიტომ ზიანდებით. მერე ვიღაცა ნახეთ თქვენი ბიოველის დასუსტდა. ეს არის ჩათვალეთ იგივე იმუნიტეტი. აი კიდე უფრო გასაგებად რო აგეხსნათ. ვიღაცას ძლიერი იმუნიტეტი აქვს და არ ცივდება და ვიღაცა ზამთარში 3-4 ჯერ შეიძლება გრიპი, სურდო რაღაცა ვირუსები აიკიდოს, ხო? და ნახევარზე მეტ საქართველოს ეს კოვიდი გადაიტანა, მაგრამ ბევრი გამოძვრა კოვიდიდან. მაგასაც აღვნიშნე, ესეც იმუნიტეტზე იყო, თქვენ რა გონიათ? ამიტომ უნდა შეძლოთ. ან ესე უნდა შეძლოთ, მაგრამ თუ მით უმეტეს კიდევ იქ ახლა დაცვები, საგვარეულო დაცვა გააძლიეროთ მაშინ. როგორ გააძლიერებთ ახლა? თქვენთან ძლიერი უნდა იყოს, თქვენ შეგიძლიათ გააძლიეროთ ისე რომ თქვენი შთამომავლობაზე მერე რომ დაჭირდებათ იყოს დავუშვათ გაძლიერებული. ყველაზე კარგი არის 1 ლარი, 2 ლარი შეწიროთ შენებლობას, ეკლესიის, მონასტრის. ყველაზე კარგი, ასე რა ვთქვათ, მფარველობა მოდის მაქედან. საგვარეულო დაცვის მფარველობა. რომ იცოდეთ. ეგრეგორის დაცვა შეგიძლიათ გააძლიეროთ. მაგრამ აქ უკვე, რა ვიცი, აქ ახლა ვიცი ამას ისმენთ იგი და ეგრეგორზე ცოტა შევიკავებ თავს. მაგრამ ეს შეგიძლიათ გააკეთოთ საგვარეულო. ნატურალური ქვები ახლა, ხო ნატურალური და არა პლასმასები. ახლა ეს მე რო პლასმასი მიკეთია, ამაში არის მოთავსებული ისეთი რაღაცა, მოთავსებულია უბრალოდ და ჩანს აქედან ჩაუკვირდები. გაიგეთ? ეს პლასმასში გვეღარით, მაგრამ მინერალი, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. და რა ახლა პლასმასით ვიღაცა რო ამას დაგიმზადებს და სინთეტიკურია და რაღაცა იმიდან არის ჩამოსხმული, რა ქვია, ეპოქსიდიდან. ოღონდ მაღალი ხარისხის, ხო ვერც არჩევთ რა არის და მინერალი გონიათ. ამაგან რა უნდა მოგეხმაროთ. ესეთი დაცვები, თილისმები, ამულეტები, თუმცა უნდა იყოს შერჩეული ძალიან კარგად. და მაგასაც ჭირდება მოვლა მერე. აი ვეუბნები ადამიანს, რომ ამ შენს რაღაცა სამაჯურიათ რაღაცა არ უნდა შეეხო სხვა. ხო და დაუმზადე ყველაფერი კარგად ისეს და
წერს, რომ ისა თქვენ რომ სამაჯურიო ქალბატონო ვიყიდეთ თქვენ ჩემ ქალიშვილსო მოეწონაო ხო და ხან მე მიკეთია ხან მას უკეთიაო და ესეთიო ჩემ შვილსაც რომ დაუმზადოთ შეიძლებაო ავჩერ კი მე ვთხარი შეიძლება არაფერი აღარ ვთხარი რა აზრი აქვს რომ უთხრა მე უკვე როგორ არის შეიძლება დაწყდეს გულ და თქვას რომ ისა იცი რა ძალა არ აქვს და რაღაცა არ აქვს და ეს არ აქვს და ეს არ აქვს შეეხო ვინმე იქ ინსტრუქციაში მოყვება როგორ უნდა მოიქცეთ შემდეგ ხან მე მიკეთია ხან ჩემ ქალიშვილს გაიგეთ ახლა ჩემი რეაქცია მეტი რა ვთქვა აქ ასევე ჩემო კარგებო სად მიპაკუნობ ეი ბიჭო შენ გელაპარაკები გაცრავად აქ ცოტა მეტი თანაგრძნობა გამოვხატეთ სიყვარულზე არის აქ უფრო აქცენტი შეიძლება ადამიანების მიმართ შეიძლება ვიღაცა კონკრეტულის მიმართ შეგიძლიათ როგორი რაღაც იცი თუ ვინმე რამეს არ გიფასებთ თავზე გადაყევით ეს უბრალოდ გავშვათ ქველმოქმედებაში ხო და არც არაფერს ვერ ვლოდოთ იქედან იმიტომ ნახეთ იმიტომ გავაკეთე ეს არის ჩემი მხრიდან მადლიერება ხო მე ნახე ხო შეძელი რაღაცნაირად დაიხმარე თუ რაცა გააკეთე ხო გამოჩნდა მაგის საშუალება შეიძლებოდა რომ ვერ შეძლო იმ დროს არ აქვს ადამიანს რა მხრივ არის დახმარება თქვენ შეძელთ ესე იგი გამოდის რომ ამისთვის კი ბატონო აი იმიტომ გავაკეთე ეს კი არა რაღაცას იქიდან არა ჩემი ცხოვრება იყოს უკეთესი და აი უბრალოდ თანაგრძნობა კიდევ ესეთი ჩემი ცხოვრება რომ გახდეს უფრო უკეთესი და არა იმისთვის რომ შენგან რაღაცას ველოდები არა ეს არის ზუსტად ის ნაბიჯი ნახე მოლოდინი კონკრეტული ადამიანიდან კი არა აი სამყარო ზუსტად ამ ყველაფერს დაგიბრუნებთ ხო აქ აშკარად არის რომ რაღაცას ვერ არკვევთ ასევე ესეც მიფიქსირდება აუ რამხელაზე გავიდათ რომ გაურკვევლობაც არის შეიძლება ამ სიზმრები გაქვთ ისეთი და ვერ ხვდებით რას ნიშნავს მაგრამ აქ ენდეთ თქვენს შინაგან ხმას თქვენს ინტუიციას იმიტომ რომ აქ არის კი ბატონო შანსები და აქ არის წარმატება შეშვით რაღაცა სიმაშვებით აი ეძებთ თითქოს რაღაცა არის საიდუმლოს რაღაცის გაგება რაღაცა გინდათ აი რას ნიშნავს ის არ არის ესე დეტალურად ყველაფრის შეცნობას მოერიდეთ ესეც არის ნათქვამი დავასრულეთ რომ აღარ აიტვირთება არა და რა კარგი მასში რამდენს ვილაპარაკებდი ახლა კიდე ნახეთ ამიტომ შეშვით იმას მოკლედ და ზედმეტის ძებნას გარკვევას რა როგორ არის და ასე შემდეგ აქ ძალიან დიდი წარმატება ნაყოფიერება და ხვავი ბარაქა და რა ვიცი რა თქმა უნდა საქმეების მოგვარება გიფიქსირდება დიახ წინ სვლა და წარმატება დაგემშვიდობებით ახლა რა იტვირთება უბრალოდ